მოგესალმებით, ვიმყოფებით მეტალების სტუდიაში. ეს არის გადაცემა ალგორითმი და დღეს მე და გოგა აფციაური ჟურნალისტი ვისაუბრებთ ხელოვნურ ინტელექტზე, იმ გამოწვევებზე, რაც ახლავს ზოგადად ხელოვნურ ინტელექტს, სად ვართ ახლა, რა გამოწვევები გვაქვს წინ და საით მივდივართ ზოგადად როგორც ჩვენ, ისე დანარჩენი ცივილიზებული სამყარო. გოგა მოგესალმები. და მინდა რომ პირველი კითხვა ესეთ რაღაცა უჩვეულო გარემოში ვართ თითქოს ხელოვნური ინტელექტიც ახალია ჩვენი დროისთვის ეხლა იკრებს მიუხედავად იმისა რომ უკვე დიდი ენობრივი მოდელები ძალიან წინ წავიდა და ბოლო ერთ წელში რაღაცა რევოლუციური გარდატეხა მოხდა ამ მიმართულებით მაინც ბავშვის დონეზე რაღაც დონეზე თუ შევადარებთ განვითარების დონეს და მინდა აი უბრალოდ რაღაცა კითხვა-პასუხის რეჟიმში წავიდეთ როგორ უყურებ შენ ამ სიტუაციას სად ვართ რა გჭირდება იმისათვის რომ სად აღმოჩნდებით უფრო სწორედ ძალიან ბევრი კითხვა ისმის ამაზე შიშებია, რისკებია, რაღაცებია გამოწვევები კიდე ამ თემაზე. სად აღმოჩნდებით და რისთვის უნდა ვიყოთ მზად ზოგადად აი როგორ უყურებ ამ სიტუაციას. გამარჯობა ოთარ, მოგესალმები შენ და ამ პოდკასტის მაყურებელს. სამყარო გამოწვევებით არის სავსე და ტექნოლოგიური პროგრესიც ისე სწრაფად ვითარდება, რომ ადამიანები ვერ ეწევა ყველაფერს უბრალოდ ვერ შეძლებს, რომ გაყვეს. ვერც ჩვენი გონება და ფიზიკურათაც კი შეუძლებელია იმდენად სწრაფად და იმდენად რაოდენობრივად იმდენად ბევრი ახალი ხელსაწყო და ინსტრუმენტი იქნება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ხო, რაც შეეხება შიშებს, რისკებს დღეს სად ვიმყოფებით, მაინც შეიძლება ითქვას მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე წელია სერიოზული კომპანიები თუ ინდივიდები მუშაობენ მის განვითარებაზე, აი ილონ მასკის ამბავიც რო ავიღოთ, ხო, გროკი მაგალითად, აი ეს მისი ინდივიდუალური ასე ვთქვათ ინიციატივაა და დიდი გუნდი ყავს დაქირავებული იმისთვის, რომ გახადოს გროკი ვთქვათ ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, მექანიზმი. გარდა ამისა კომპანიები, ხო, Google, Microsoft შეიძლება ითქვას შეჯიბრივ მიმდინარეობს. კი. აი ამ დიდ კომპანიებს შორის იმასთან დაკავშირებით თუ როგორ დაიმკვიდრონ ადგილი სამყაროში. მე ვფიქრობ, რომ წლების შემდეგ რაღაცა პატარა კორპორაციები ალბათ უფრო გაიცხრილება, გაერთიანდება და გამსხვილდება, იმიტომ რომ კონკურენცია მაინც გაცხრილავს რაღაცა დაბალი ბიუჯეტის მქონე კომპანიებს და დარჩება ეს მსხვილი კომპანიები, რომლებიც საბოლოო ჯამში დამკვიდრდებიან ბაზარზე. ეს არ არის მხოლოდ თქვათ ტექნოლოგიური პროგრესი, ეს არის სერიოზული ბიზნესი. იმიტომ რომ აი ახლა ბოლო პერიოდში სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აღარ არის საუბარი მილიონებზე, მილიარდობით დოლარის შემოსავალზეა საუბარი, იმიტომ რომ ძალიან მახვილგონივრულად არის ყველაფერი მოფიქრებული, ელემენტარული საბაზისო ცოდნა და ურთიერთობა ხელოვნური ინტელექტთან გიბიძგებს როგორ ფასიანი და უფრო ღრმა მოდელი შეიძინო, მინიმუმ $20, ხო, როგორც ვიცი და აქედან გამომდინარე მოდელი უკვე 40. ხო, აქედან გამომდინარე უკვე აი ეს კომპანიები და კორპორაციები და დიდი მოთამაშეები ამ მიმართულებით სერიოზულ ბიზნესს ხედავენ აი ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებით. ხო, რაც შეეხება შიშებს, რისკებს, ხო, თუ საზოგადოება მომზადებული არ შეხვდა ამ ყველაფერს. საერთოდ ეგრე არა, ყველაფერი ახალი გარკვეულ შიშს იწვევს სკეპტიციზმსაც. თუ ცოდნა არ გაქვს და ცოდნით არ ახარ შეიარაღებული, ეს შიშები მუდმივად იქნება. ასეთი შიში იყო მაგალითად რამდენიმე ათეული წლის წინ, როცა პირველად გაჩნდა ინტერნეტი. ხო, ჩვენამდე როცა მოვიდა, თორე
დიდი ხნით ადრე შევიდა ის ამერიკაში და ევროპაში, მაგრამ აი ჩვენთან როცა მოვიდა, ყველა ამბობდა, რომ რა იცი რა რაღაცებს იგივე მედიის მიმართულებით თუ წავალთ, ხო, სულ იყო ეს პროგრესის დროს იმის შიში, რომ პროგრესი მოკლავდა ტრადიციულ მედიას, მაგალითად, ხო, ტელევიზია მოკლავდა გაზეთს, ტელევიზია მოკლავდა რადიოს, მერე ინტერნეტი კლავს თითქოს ტელევიზიას, მაგრამ არა ყველა არსებობს ჯერჯერობით, ყველა რაღაცნაირად ინტეგრირებული ხდება ინტერნეტში და ხო, ეგ არის რა, რაღაცნაირად ეწყობა, აი ყოველი ახალი პროგრესული მიმართულებას უკავშირდება ძველი ტრადიციული მიმართულებები და რაღაცნაირად ინტეგრირდებიან ერთმანეთთან უმტკივნეულოდ, ხო? ნუ კი, რაღაცა ტკივილები იქნება, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის შიშებზე და რისკებზე როცა ვსაუბრობთ, ნუ ვიცით და გვეუბნებიან უკვე რომ შესაძლოა ბევრმა ადამიანმა სამსახურიც კი დაკარგოს, რაღაცა პროფესიები აღარ იქნება საჭირო, იმიტომ რომ ადამიანმა შეიძლება სახლიდან იმდენი ინფორმაცია მიიღოს, რა, მაგალითად თქვენი სტუდიის დიზაინი, ხო? სულ არ არის საჭირო ხო დიზაინერის მოწვევა იმისთვის, რომ ეს ყვავილი რო აქ დგას და რაღაცა სილამაზეა და რაღაცა შავ-თეთრ ტონებშია და მწვანე ტონებში გადაწყვეტილი აქაურობა, ეს შეიძლება ხელოვნურ ინტელექტს კითხო და ფოტოებიც კი მოგცეს, ხო, აი ესეთ სივრცეში როგორ დაალაგო და რა ნივთებს როგორი ის მისცე, ხო. შესაბამისად, ხო, აი ეგ რისკები არის, მაგრამ ადამიანები მთელი კაცობრიობა ხო და პროგრესის გზაზე სწავლობდა და სწავლით აღწევ, ესეც ადამიანის შექმნილია, ხო, ეს ყველაფერი და თუ არ ვისწავლეთ, თუ არ გავყევით ამ პროგრესს შეძლების დაგვარად თავში თქვი, რომ შეუძლებელია რომ მისდიო და რაღაცა დაეწიო ამ ყველაფერს, ვერ დაეწევი, მაგრამ თუ ხარ აზრზე, თუ გაქვს გარკვეული ცოდნა, ვფიქრობ, რომ ახალი პროფესიები გაჩნდება და აი აქ შეიძლება ადამიანებმა უკვე იპოვონ საკუთარი პერსპექტივა მომავლის. სწორედ ეგ არის მე წინა გადაცემებშიც ვახსენე, სემ ალტმანი ახლა ეს OpenAI SEO საუბრობს ზუსტად მაგაზე, რომ ერთი დისციპლინა რაღაცა ყველაზე აღმოჩენილი დისციპლინა გაჩნდება, რომელიც გადაფარავს სხვა სფეროებს და ეს რაღაც იმის წინაპირობაც იქნება, რომ ვარ ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და კიდე ერთი ნაბიჯით წინ ვიქნებით. თუმცა აი ამასაც მინდა ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რასაც ეხლა ამბობ გოგა, რომ ადამიანმა რაღაც დონეზე ცოდნა თუ არ მიიღე, რაღაც სიღრმეებშიც თუ არ ჩახვედი, ვერ დაეწევი ათასობით ხელსაწყო არსებობს, ვერ შეიძლება რომ ამ ხელსაწყოებს ყველაფერი დატესტო, ელემენტარულად ადამიანს დრო არ გეყოფა ამაში და ის სიღრმეები ზუსტად ის ცოდნა, გამოცდილება, რამდენიმე მიმართულებით თუ იერარქიული ცოდნა გააქვს ხელოვნური ინტელექტის, იცი რა მიმართულებებით ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, იცი როგორ იტესტება ეს დიდი ენობრივი მოდელები და რა გჭირდება შენი სფეროს მიმართულებით, უკვე მარტივად მოარგებ იმ ზუსტად იპოვი იმ ხელსაწყოებს, ნავიგაციას შეძლებ მარტივად ამოიღო და მოარგო შენ საქმიანობას. მე უფრო ეხლა მაინტერესებს კიდევ ერთი თემა, მაინტერესებს როგორც მაგალითად ეხლა ახსენ ძალიან საინტერესო თემა ახსენე, რომ აი ტრადიციულები ირღვეო და მაგრამ თლათ არ ინტეგრირდებოდა თლათ არ მორღვეულა ის სფეროები, თუმცა ეხლა ვართ აი განსაკუთრებულ ეპოქაში, ანუ იმდენად დაჩქარდა და იმდენად სწრაფად წამოვიდა ეს ხელოვნური ინტელექტი, უფრო დიდი ენობრივი მოდელები და გენერაციული ინტელექტი, რასაც ჩვენ ვხედავთ ეხლა აქ და იმდენად დაჩქარებულია, რომ შეიძლება გარკვეული შოკებიც გამოიწვიოს. ბევრი ადამიანი ნამდვილად დაკარგავს სამსახურს, ვინც მოუმზადებელი იქნება და მათ ჩაანაცვლებელი ის ადამიანები, ვისაც ექნება ეს უნარები აღჭურვილი. მაგრამ მე მაინტერესებს აი როგორ უყურებ შენ გოგა, მაგალითად მედიაში ხელოვნური ინტელექტის სწრაფ შემოსვლას. აი დიდენობრივ მოდელებს, ნუ ChatGPT-ს თითქმის ყველა იყენებს, Grok-ს იყენებს, Gemini-ს, Perplexity იქნება თუ რა იქნება, მაგრამ როგორ ჩაანაცვლებს, აქ ხო არ არის მარტო დიდი ენობრივი მოდელების გამოყენება, აქ არის მაგალითად ჟურნალისტები, ვინც მარტო ბლოგებს წერდნენ სიტყვაზე. ის უკვე შეუძლია რომ ძალიან კარგად აიღოს ამასთან ერთად მოიშველიოს ChatGPT სიტყვაზე ვიძახი, მოიღოს სიტყვაზე BBC-დან ან რომელიმე ანალიტიკური
მედიიდან კარგად დაგენერიროს, კარგი ანალიტიკა გააკეთოს და ნებისმიერ ჟურნალისტზე კარგი სტატია დაწეროს. აი მაგას როგორ უყურებ? ხო, არა, მე ამას უყურებ როგორც დამხმარე ხელსაწყოებს რა, იმიტომ რომ აი მოდი ვისაუბროთ გვაქვს თუ არა საერთაშორისო პოლიტიკის ჟურნალისტიკა მაგალითად. რა ვიცი, თუ აი ელემენტარული რაღაცები არ ვიცით, მაგალითად რა ხდება სამეზობლოში, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში, რა ხდება ამ ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით. აი მოქალაქეების და ჟურნალისტების დონეზეც ძალიან დაბალი წარმოდგენაა აი ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით. იგივე ირან-ამერიკის, ირან-ისრაელის ურთიერთობები და ასე ძალიან შორსაც რო არ წავიდეთ რა. აი აქვე რო ვიტრიალოთ, ხო, რეგიონზე. არ გვაქვს საერთაშორისო პოლიტიკის ჟურნალისტიკა და აი ეს ინსტრუმენტები ამ შემთხვევაში, ხო, კი გაძლევს იმდენ რესურსს, იმდენ წყაროს, რომ თუ მოინდომებს ადამიანი და ჟურნალისტი ძალიან მარტივად მოიპოვებს ინფორმაციას ამ ყველაფერზე. თუ ჩაუჯდება რამდენიმე საათით, დღეებიც კი არ არის საჭირო იმისთვის, რომ აი ამ იმაზე შეკრიბო მასალა დაამუშავო, გადაამოწმა აუცილებლად, იმიტომ რომ ხო აი შიშებზე და რისკებზე როცა ვსაუბრობთ, ჯერ არ არის იმდენად მაინც დახვეწილი ეს ენობრივი მოდელები, იმიტომ რომ ისინი რაღაცა ჩვენგან მიცემულ დავალებებში რაღაცა სიტყვებს, ფრაზებს ერთმანეთს აკავშირებენ და იქიდან გამომდინარე გაძლევენ შემდეგ ინფორმაციას, შეცდომისგან არ არის ჯერ დაზღვეული ეს ყველაფერი, შესაბამისად ხო ეგ არის ჟურნალისტიკის არსი, რომ მოიპოვა ინფორმაცია და გადაამოწმა ეს ინფორმაცია. აი სხვათა შორის ჯერჯერობით აი ეს გადამოწმების პროცესს მაინც ადამიანი ჭირდება, იმიტომ რომ სხვა წყაროებიც უნდა ეძებო. იმ დღეს მოყევი შენ ძალიან საინტერესო მასალა ამბავი, როცა მუშინ ზარანძეზე ხო, ნუ ეგ აქვს საქართველოზე და ქართულ სივრცეზე, ქართულ სეგმენტზე, ქართულ რესურსზე, მოდი ესე ვთქვათ, არ აქვს როგორც ჩანს დიდი წვდომა და ალბათ ჩვენი რესურსიც, ინტერნეტ რესურსიც იმდენად მწირია, რომ უჭირს ძალიან რაღაცა ინფორმაციის ამოღება და როცა ვერ პოულობს ინფორმაციას, ეწყება თავისი ჰალუცინაციებს, რასაც ეძახიან, კი, ჰალუცინაციები და ცდილობს რაღაცა ინფორმაცია მოგაწოდოს, მაგრამ სწორედ ეგ არის რა ჟურნალისტიკის არსი, ამას ვამბობ, რომ კი, მიიღე, მოიპოვა ინფორმაცია, მაგრამ გადაამოწმე. ხო, აი აქ ჟურნალისტიკას ვერ ცulis, ხო? ყოველ შემთხვევაში ადამიანი მაინც გჭირდება რომ დაჯდება perplexity, მაგრამ მასაც აქვს თავისი მინუსები კიდევ, perplexity, რომელიც დიდი ენობრივი მოდელია, რომელიც წყაროებს იშველიებს ყველა თემის ამოღებისას, ამისგან განსხვავებით, GPT-სგან განსხვავებით, რომელიც პროგნოზირებს. ხო, მოდი უფრო მარტივად ავხსნათ რა. რა არის ხო ხელოვნური ინტელექტი და ეს დიდი ენობრივი მოდელები, რაში შეუმსუბუქა ადამიანს საქმე. ინტერნეტის ეპოქაში ქონდა Google-ის საძიებო სისტემა. ადამიანი სერჩა ეძებდა რაღაცა სიტყვებით კონკრეტულ ინფორმაციას და Google რას გვთავაზობდა? Google გვთავაზობდა კონკრეტულ ვებგვერდებს, საიტებს, სადაც ამ სიტყვის შესაბამისი რაღაცა ინფორმაცია არსებობდა, ხო? ადამიანს უნდა ეძებნა ამ საიტებზე და მოდი პირდაპირ ვთქვათ რა, რომ ზოგიერთი საიტი არის სანდო და ზოგიერთი საიტი სულაც არ არის სანდო. ის კი არა, ვიკიპედიაც კი ვერ მივიდა იმ კონდიციამდე, რომ სულად სანდო უწოდოთ, ხო? მიუხედავად იმის, ხო, არ ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ვიკიპედიაში ბევრი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, სანდოა და გადამოწმებული, აი ნაწილი რაღაცა პროცენტი არასანდო და გადაუმოწმებელი, ამიტომ ხო ეგ არის რა და რა ქნა ხელოვნურმა ინტელექტმა და ამ ენობრივმა მოდელებმა. იგივეს აკეთებ, რასაც Google-ში ვეძახდით ჩვენ ძებნას, ვეკითხებით რაღაცას, რაღაც კონკრეტ აი ჭიქა მაგალითად, ხო, როგორ სად შეიძლება ეს მსგავსი ჭიქა შევიძინო. და ის საიტებს კი აღარ გაწვდის, რომ შენეძებო. უკვე მოძებნილ ინფორმაციას მოიარა მთელი სამყარო, ყველა ვებგვერდი დაათვალიერა და იქიდან ამოყრიბა ინფორმაცია და დაგიწერა. Google-მა გადაამატა ეგ ფუნქცია ზუსტად
და ეხლა ძალიან შეშფოთებულები არიან ეს დიდი მედიები, რომ პირდაპირ მოძიებულ ინფორმაციას გაწვდის Google search-ში, იმიტომ რომ Google-ი ფაქტიურად კარგავდა თავის ფუნქციას და რა თქმა უნდა ეხლა ახლა გიგანტი ხო, ზებნა რაღაც დასაწყისში Gemini-ი შეიძლება Gemini-ი მიგივე რა. ხო და აი რაც დასაწყისში ახსენე რომ არა მარტო ის არა განვითარების წყარო კი არა, დიდი ბიზნესიც არის და Google კარგავდა დიდ ფულს. Google-მა დაამატა ეს, მაგრამ ამით უყურე რა იკარგება ის იმ საიტებზე აღარ გადადიხარ შენ. აღარ შედიხარ, თქვა BBC-ზე, აღარ შედიხარ CNN-ზე, იმიტომ რომ Google-ი გაწვდის პირდაპირ მზა ინფორმაციას რაღაცას რომ სერჩავ. და მეორე ამბავია კიდე წამოვიდა ახალი ერა ხელოვნური ინტელექტით, რომ საიტებს ვინც ახლა აკეთებს და აპლიკაციები და საიტები ხდება ინტერაქციული. მაგრამ შენ უკვე საიტში არის ჩაშენებული, ანუ მთლიანად ხელოვნური ინტელექტია, რომ საიტმაც იგივე გააკეთოს, რომ როდესაც საიტზე დასერჩავ რაღაცა ლინკი კი არ მოგცეს რაღაც ნიუსის, მოიძიოს აქედან და მზა სტატია მოგცეს რაღაცა მიმართულებით და ეგერა წამოვიდა და კიდე წამოვა მე ვფიქრობ გამოხმაურებები რა. უკვე ადამიანები დავიწყდნენ ფიდბექი, ანუ ფიდბექების გახილვა ძალიან საინტერესო იქნება. სწორედ ეგ არის რა, რას ვენდოთ და რას არ ვენდოთ. ხო, იმიტომ რომ იქნება საიტები, რომლებსაც ექნება ცუდი ფიდბექი და ამაზეც იზრუნებენ ალბათ, ეს ფიდბექები მაქსიმალურად გააუმჯობესონ და იქნება პოზიტიური ფიდბექები, ხო? აი ძლიერ კომპანიებზე მაქვს. აი მანდ მივდივართ უკვე რა გამწარი მთავარი რისკი და მთავარი გამოწვევა ავთენტურობა. ამ ხელოვნური ინტელექტის რო ეს ყალბი, ამბები, ეს სხვა გადაცემაში საუბრობდი. ესე იგი კიბერსაფრთხეებზე, ავთენტურობაზე და ასე შემდეგ, აი ეგ მოიტანს ზუსტად ეგ ფიდბექი იმას, რომ დროთა განმავლობაში რეპუტაცია ჩამოუყალიბდებათ რაღაც მედიებს კარგი და რაღაც მედიებს ოღონდ სხვა ფორმით რა. ეხლა სხვა ფორმით უყურებთ ამას, მე სხვა ფორმით იქნება, მაგრამ რეპუტაცია დარჩება. ხო და ეგ საფრთხეებს შეიძლება გავაგრძელოთ საუბარი იმ გაგებით, რომ აი უკვე იმდენად ხარისხიან ვიდეოს აკეთებს, მაგალითად, რომ ადამიანი ვეღარ არჩევს რა, ეს სინამდვილეა თუ არ არის ხო თუ ტყუილია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მომავალში და უკვე არსებობს პრინციპში უბრალოდ ცოტა ისეთია რა, ბევრი შრომა ჭირდება, რომ ეს გადაამოწმო, სადღაც უნდა ჩაარდო ეს ვიდეო, მე კონკრეტულმა საიტმა უნდა გითხრას, რომ ეს deep-ია თუ ტყუილია, fake-ია თუ სიმართლეა და ასე შემდეგ. ხო, აი ალბათ შეიქმნება ეგეთი მექანიზმი ხელსაწყოები, სადაც აი პირდაპირ გეტყვის, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი გენერირებულია თუ ადამიანის შექმნილია სადღაც სტუდიაში. გადაღებული, აი კამერით გადაღებულია თუ მაგას უკვე დიდი კომპანიები იყენებენ, მაგრამ აი მე ყოველთვის მაგაზე რას ვამბობ, იცი 10-დან 3-ს რომ მაინც დააჯერო, აი ვისაც ამის სურვილი აქვს, რომ სიცრუე გაავრცელოს და ტყუილი, იმათი მიზანი მიღწეულია. ხო, რა თქმა უნდა, ამიტომ ვამბობ, რომ ცოდნა უნდა გავყვეთ მეთქი რა, ეხლა ინტერნეტის შემოცვლაც არ იყო ესე იავარდებით მოფენილი და მახსოვს რაღაცა ინტერნეტ კაფეებში მივდიოდით ხოლმე და იმდენად ნელი იყო ინტერნეტის სიჩქარე, რომ რაღაცა საათობით ველოდებოდი ერთი ფოტოს გაგზა, ერთი აუდიო ფაილის გაგზავნას. დღეს სახლებში გვაქვს და ტელეფონებში გვაქვს და აი როგორ ვიყენებთ და აღარც კი გრძნობთ, ხო? აი აღარ თუ გაგვეთიშა ინტერნეტი, მხოლოდ მაშინ აღვიქვათ, რომ აგაგვეთიშა. ხო, აი დაახლოებით და უფრო ნელა ვითარდებოდა ინტერნეტი და მისი სიჩქარეები და ვებსაიტები და აპლიკაციები, ხო? ეს იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ეხლა შეიძლება დაჯდე ადამიანი, ალბათ აი 10-15 წუთში შენ თვითონ შექმნა აპლიკაცია. იდეა მქონდეს და შენ თვითონ. მაშინ როცა უამრავ ფულს იხდიდნენ ხოლმე იგივე საბიუჯეტო თუ კომერციული ორგანიზაციები იმისთვის, რომ რაღაცა ელემენტარული საიტი შეექმნათ, მე ეს საიტი განეთავსებინათ, მე ამის ადმინისტრირება მოეხდინათ და თვეები წლები ზოგ საიტის შექმნას წლები დაჭირდა, ხო, იგივე საბიუჯეტო ორგანიზაციებს მაქვს ხედველობაში და მე იმის ადმინისტრირება და რაღაცას ვერ აკეთებ, ვიღაცამ JavaScript-ი არის აღარ არის აი მაგალითად ჩვენი ორგანიზაციის საიტები მე შევქმნი და პირველად აი მე მახსოვს, ნუ ეხლა მიმარტივდება, მაგრამ პირველად რო გავაკეთე, იქ რაღაცა
პატარა რაღაც რო დაზიანდებოდა, უნდებოდა აი რაღაცა კვირები და ვიტანჯებოდი ღამეებს ვათენებდი. ეხლა აი მაგალითად რეპლიტი ხელსაწყო, რომელიც აპლიკაციებს და საიტებს ქმნის, შენ კარგ პრომპტს გაუწერ და საიტს შეგიქმნის პირდაპირ საიტის თემას, რომელიც იქნება 2-3 წუთში და თუ რამე არ მოგეწონა იქ ამ ფოტო არა. იმასაც შეაცვლებინებ. ამას ვიძახი უფასო ვერსია დღეში აღარ მახსოვს 5 თუ 10 ეს შეგიძლია პრომპტი ჩასწორება გაუკეთო. და რავი გააკეთო ესე. მე რაზე მინდა გოგა ძალიან საინტერესო თემაა და ეს არის AGI-ზე გადასვლის ერთ-ერთი წინაპირობაც ეს AI აგენტები. თუმცა AI აგენტები კი ვიცით რაც არის როგორ მუშაობენ, რამხელა ცვლილებას გამოიწვევენ ზოგადად შრომის ბაზარზე. მაგრამ აქ არის ახლა ერთი ძალიან მთავარი ამბავი, რომ GPT ეს OpenAI მუშაობს GPT-5 მოდელზე. GPT-5 რა იქნება ახლა? GPT-4 უკვე ვიცით რაც არის და რასაც ვიყენებთ. GPT-5 იქნება, როდესაც ერთი პრომპტის საფუძველზე AI აგენტი შეგიქმნის უკვე სისტემა. ეხლა თუ სიტყვაზე Flow-ვიზეში და სადღაც რაღაცა პროგრამაში templates ვიღებთ, მოგვაქვს GPT, მოგვაქვს რაღაც Zapier-ი, ხელს ვადებთ, ფეხს ვადებთ, ანუ ვაწყობთ ამ აგენტს როგორც ადამიანს, ისე უკვე იქ GPT-5 მოდელი შექმნის აგენტს. აქ ეხლა ჩნდება ესეთი რაღაცა საინტერესო ამბავი. როდესაც ყველა შეიძლება უკვე აგენტის შექმნა, ის შიშები თითქოს ისპობა, რომ აი ვისაც ეცოდინება AI აგენტის შექმნა, ის იქნება დასაქმებული, ვისაც არ ეცოდინება, ხო იყო ესეთი საუბრები რამდენიმე თვის წინ, ვისაც არ ეცოდინება ამის მოხმარება, ეს ადამიანი გაირეღება. თუმცა აქ ეხლა GPT-5-ის შემთხვევაში ყველა შექმნის. რასაც ეძახიან აი ტექნოლოგიურ დემოკრატიზაციას. და შენი ხედვა მინდა აქ ანუ როგორი ხედვა გაქვს ამასთან, თუ ყველა შექმნის, თუ ყველას ექნება იმის შესაძლებლობა, რომ შექმნას AI აგენტი, რომელიც იქნება ასისტენტი, აი თანამშრომლები ფაქტორად 10 კაცით ზედმეტი ხარ ორგანიზაციაში AI აგენტის შემთხვევაში. მაშინ რა მოხდება, აი სად ვიქნებით საქართველოში თუ აი სიტყვაზე ან რაღაცა სფერო ავიღოთ, ისევ მედიას მიუბრუნდეთ, მედია ორგანიზაციაში, თუ ყველა შეიძლება ამის გაკეთება. სად იქნება ეს ზღვარი ნიჭიერ ადამიანს, უნიჭო ადამიანს შორის, ვინ იქნება წინ, ვინ უკან, ვის რა, უფრო რა გამოწვევებს მივიღებთ მან? არა, მე ვფიქრობ, რომ შრომის მოყვარე ეგრე აღარ დახარისხდება რა, საზოგადოება ნიჭიერი, უნიჭო, შრომის მოყვარე და ზარმაცი. უკვე მან მივიღოთ რა, ვინც მეც შრომებს მეტი შესაძლებლობები ექნება, ну ზარმაცებსაც ექნებათ ეს აი აგენტები და აი ხართეზუზე წამოწოლილები, რაღაცას კითხავ, რაღაც დავა, მეილი შემიმოწმე, პასუხი გაგზავნე, უკვე არის ხო ეგეთი შეიძლება აყალიბებ და ხო, მაგრამ ცოტა ხმამაღალი ნათქვამი მეტჩვენება, რომ ყველა შეძლებს, ყველა ვერ შეძლებს. ხო, ყველა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის ვერ გამოაცხობს. რომსაც თავისი სწორი ცოდნა უნდა და არა, სწორი გაწერა უნდა. მეტი დაწოლა, მეტი უბრალოდ მოთხოვნა გაჩნდება პროფესიულ განათლებაზე. მე ესე მგონი, უკვე ჩანს ეს, იმიტომ რომ კი, რაც მიმართული. ეხლა ცომის მზელავი, პურის მცხობელი, მაგას ხო ვერაფერი ვერ შეცვლის, ხო? წარმოება, რასაც ქვია, ხელით შრომა, აგრარული მეურნეობა, კი, ტექნოლოგია შეიძლება საწამლი აპარატი შექმნას, სარწყავი აპარატი შექმნას, რაღაც ტექნოლოგიურ პროგრესი მოქცეს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ადამიანი მიდის, ხო, მიწასთან და ადამიანი აკეთებს და ეხმარება ადამიანს ეს ყველაფერი ტექნოლოგია. შესაბამისად, აი მან გაჩნდება დიდი მოთხოვნა უკვე. იმდენად გამარტივდა, ეხლა მე მაგალითად მიწა არ მაქვს. რატო არ მაქვს მიწა? იმიტომ რომ თქვა არ მქონდა დრო, რომ ეს მიწა დამემუშავებინა, მოსავალი მომეყვანა და რეალიზაცია გამეკეთებინა. ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიები უკვე იმის საშუალებას მომცემს, რომ მე მიწა დავამუშაო ძალიან მოკლე დროში, სწრაფად და ეფექტურად იგივე ტექნოლოგიების გამოყენებით მივიღო უკეთესი მოსავალი და რეალიზაციის პრობლემაც სხვა კომპანიები იქნება, რომლებიც წაიღებენ და რაღაც. ხო, შესაბამისად ადამიანები, რომლებიც რაღაცა სფეროში დარჩებიან უსამსახუროდ, ცარიელი ადგილები მაინც იქნება. შევხედოთ, ხო, საქართველოს სინამდვილე ავიღოთ. ცარიელია უამრავი სოფელი.
აი ქარელის მუნიციპალიტეტში წავიდეთ, გორის მუნიციპალიტეტში. ერთკაციანი, ორკაციანი სოფლებია, დაცარიელებულია აბსოლუტურად და იქ არ მიდიან ახალგაზრდები. რატო არ მიდიან? იმიტომ რომ ჯერჯერობით არ არის ხო, გზა არ არის სადღაც ტრაქტორი არ არის, სადღაც რაღაცა წყალი არ არის. როგორც კი აი ეს მიმართულებები გაუმჯობესდება და ამას რა თქმა უნდა ტექნოლოგია აუმჯობესებს, მაშინვე დაიწყებენ ადამიანები დაბრუნებას და უკვე რა არის ახლა ყველაზე ძვირი მარკეტებში რა გვაქვს ყველაზე ძვირი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი. კი, ეგ არის. თუ შენ გაძლევს ტექნოლოგია განვითარება იმას რომ მოიყვანო ეს პროდუქტი შენი ოჯახისთვისაც კარგია და ბაზარზეც გაგავს იმაზე მაღალ ფასად ვიდრე თქვათ რა ვიცი ქალაქში ტაქსაობით შეიძლება იშოვო ესეთი ფული. არა, უფრო მეტ თანხას იშოვი თუ სწორად გააკეთე და სწორად გააკეთებაში ეს გეხმარება რა. აღარ გჭირდება აგრარულ უნივერსიტეტში წასვლა და სწავლა 4-5 წელი იმისთვის რომ არ ვიცი ისწავლო ვაშლი როგორ მოიყვანო. ამას გეტყვის ხელოვნური ინტელექტი და სოფლიო აგრარული გამოცდილებიდან და ახალი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვის და უკვე მიხვალ იქამდე რა. ადრე ჩვენ წინაპრები კიბეებს იდგავდნენ იმისთვის რომ ვაშლი მოეკრიფათ. გორის მუნიციპალიტეტში ვარ ადგილად გაიგებენ რა, ახლა ვინც გვისმენს. კიბეები ჭირდებოდათ რომ ვაშლი მოეკრიფათ და გაესხლათ ის და უმამრავ შრომას დებდნენ ერთი ძირიხის მოსავლელად. დღეს ის გვაქვს რომ ხედავთ რაღაცა ბუჩქის სტილის ვაშლი, სადაც აი უცბად შემოურბენ და დაახლოებით იმდენ მოსავალს მოკრებ, რამდენსაც კრებდი ხეზე, ხო? სხვათა შორის ტექნოლოგიური განვითარება, ახალი ჯიშები. დამთავრდა რა, იქ მივალთ, სადაც რაც არ აქვს ათვისებული, მოდი პირდაპირ თქვა. ევროპას კარგად აქვს ათვისებული, სულ ჰოლანდიის მაგალითი მომყავს ხოლმე, როგორ შეიძლება ყვავილებით გახდე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აგრარული ქვეყანა, ხო? მეორეა ექსპორტის მიმართულებით. საქართველოში, სადაც უამრავი მიწა და უმუშავებელია ჯერ ისე მიტოვებული სოფლები გვაქვს, საწავა ეს ხალხი ამდენი უსამსახურო ხალხი, ხო? წაახვალე იქ, სადაც არის თაცარიელი ადგილი. აი ეს არის. აი ის შრომა, რაც ხელით შრომაა და რაც არ იცვლება, ასე ვთქვათ. აი რაზეც საუბრობ, ირლანდიას ჰქონდა ზუსტად ეგ აგროტეჩის მიმართულება, სადაც კვლევაში ჩადეს თუ არ ვცდები 5 თუ 6 მილიარდი დოლარი, მაგრამ სამაგიეროდ, როდესაც ვადარებ საქართველოს და ირლანდიის აი ერთწლოვან კულტურებს, რაღაცა პამიდორი, კარტოფილი, ხალხი და რაღაცები თუ არ ვცდები, აი არ მინდა რომ ციფრები შემეშალოს და ჩვენ თუ გქონდა რაღაცა ტონა, იმათ გქონდათ 70 ტონა. აი იმდენად დიდი იყო ხელოვნური ინტელექტი იყენებდნენ ამაში ნიადაგს ამოწმებდნენ როგორ ნიადაგზე რა გაეკეთებინა და მოსავლიანობას კი მოსავლიანობას ზრდიან მაქსიმალურად იყენებენ მიწას თავის ისრაელსაც დაიწყო იმაზე რომ აიუნებზე ბოსტნების გაშენება ხო იმიტომ არ არის საკმარისი მიწა იქ და ჩვენ თავზე საყრელი გვაქვს ჩვენ გვაქვს თავზე საყრელი მიწა უბრალოდ ნუ ადამიანებს ეგ არის ბევრ რაღაცაში მოგვეხმარება ბევრ რაღაცაში ნებისმიერ სფეროს მიმართულებით გაგვიმარტივებს ცხოვრებას, რა ვიცი, ეხლა სოფლის მეურნეობაც ვახსენეთ, მედიცინაზე საუბრობთ, მიმართულებით საუბრობთ, ძალიან წინ მიდის და დროსაც იგებს, იმიტომ რომ რაღაც წამალის დატესტვას რო უნდა და სიტყვაზე და თაგვები და 1000 რაღაცა ხო 10 წელი თაგვები და რაღაც ვირთხები და რაღაცები, ეხლა ამ ყველაფერს აკეთებს 2 წუთში. და მაგ მიმართულებით ძალიან მოგვეხმარება. ეხლა ეს მინდა რომ კიდე ერთ საინტერესო თემას შევეხოთ. როგორ უყურებ შენ ამ თემას? AI სტრატეგია არ გაგვაჩნია ქვეყანას. ამაზე საუბრობ ხოლმე ხშირად, რომ აი სომხეთმაც მიიღო 2024-ში, რუსეთმა მიიღო 2019-ში და ისინი ამბობენ, რომ სუვერენული ტექნოლოგიური სუვერენიტეტი გვჭირდება და დანარჩენი დიქტატურა გამოიყენებს. სოფლიო რო არ გვებრძოლო, ჩვენი გვჭირდება და სამხედრო ინდუსტრიული პროექტები აქვს ძირითადად. დრონები რა არის? ხო, ეგ თურქეთს თავის მიმართულება აქვს, აზერბაიჯანიც თურქეთი რას იკეთებსაც მიიღებს, ავტომატურად მიიღებს იმას. ჩვენ აბსოლუტურად არ ვერ ვითარდებით თუ არ ვითარდებით თუ შეგნებულად არ ვითარდებით, ფაქტია რომ აი გენერაციული ვიდეოების გარდა რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება ახლა მაგალითად VO3-ის ვიდეოები და ლანძღვაგინება და VO3 ძალიან კარგი რამეა, კარგად შეიძლება გამოიყენო და ზოგადად Google ამ მიმართულებით სასწაულებს აკეთებს, მაგრამ
აი ჩვენ თითქოს აქ ჩავიკარგეთ. ეს გონია ხო, გართობის დონეზე ხელოვნური ინტელექტი. არა და დავინახეთ, რომ აი რა გააკეთა უკრაინამ რუსეთში დრონების მეშვეობით სამხედრო მრეწველობაში. სამხედრო მრეწველობაში და აი ფაქტიურად გარღვევა გააკეთა. ბევრი ამბობს, რომ ამას ამერიკელების გარეშე ვერ გააკეთებდნენ თუ ინგლისელების გარეშე, მაგრამ ფაქტია გააკეთეს. ესე არაფერი არავის გარეშე არ კეთდება, მაგრამ ჩვენ თითქოს აი რაღაცა იზოლაციონისტური პოლიტიკა ავირჩიეთ ხელოვნურ ინტელექტს როგორც სხვა ყველაფერში და როგორ უყურება აი საიდან უნდა დავიწყოთ ხო AI სტრატეგია არა გვაქვს როგორც უსაფრთხოების კონცეფცია სჭირდება სიტყვაზე უსაფრთხოების მიმართულებას როგორც კონსტიტუცია სჭირდება ქვეყნის საკანონმდებლო მიმართულებას ისევე სჭირდება ხო AI ჩარჩო საიდან უნდა დავიწყოთ გოგა როგორ უყურებ ზოგადად ამ პროცესს რაღაცა ტექნოლოგიური დეპარტამენტიც არ გაგვაჩნია არა ამ სიტუაციაში რო ტექნოლოგიური რაღაც არ სამინისტრო არა გვაქვს ამ მიმართულებით არ მუშაობთ ან აი როგორია შენი ხედვა რომ რა მე მაინც გონია რომ საუნივერსიტეტო დონიდან უნდა დავიწყოთ რა იმიტომ რომ გასაგებია დღეს სხვა არც არც ხელისუფლებას არც ოპოზიციას არც სამოქმედო თქვათ არც სამოქალაქო საზოგადოებას ამ თემაზე ფიქრისთვის სხვა საფიქრალი აქვს ერთს როგორ შეინარჩუნოს ხელისუფლება მეორეს როგორ მოვიდეს ხელისუფლებაში მესამე ქუჩაში დგას სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი და ნუ აი ამ პოლარიზაციაში დაკარგულია ყველაფერი დავაკვირდეთ ხო სად ვითარდება ყველაზე მაგრად ეს მიმართვა სადაც სიმშვიდეა არც ომის ეშინიათ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები პირველ ადგილს ხო იმიტომ რომ მათი საზრუნავი არც საკვების მოპოვებაა არც რაღაცა მშვიდობისთვის ბრძოლა არც რაღაცა პოლიტიკური დაპირისპირება არც ქუჩაში ვიმის არც კრიმინოგენული ვითარება ნუ ნარკოტიკები ყველას პრობლემაა სამწუხაროდ მაგრამ სადღაც კონტროლდება სადღაც ვერ კონტროლდება ხო და აი ის არის რა აი როგორ გითხრათ რა რაღაცა გამოქვაბულის დონემდე ვარ ჯერჯერობით ამ იმარ ტექნოლოგიების მიმართულებით იმ ძლიერ ქვეყნებთან ხო ანუ მე გამოსავალს ხედავ იქ რომ თუ ვინმე ერთეულები თუ რა ვიცი ათეული თუ არ ვიცი რამდენი ადამიანი ამ სფეროთი კარგი პროფესიონალი ამ სფეროს მიმართულებით ხო ისინი უნდა შეუშვათ უნივერსიტეტებში ის ადამიანები უკვე უნივერსიტეტებმა მაგრამ უნივერსიტეტებიც სამწუხაროდ პოლიტიკის ნაწილია და ხო თავისუფლების დაბალი ხარისხით ხო და არ ვიცი შეუშვებენ თუ არა მაგრამ აი ეს ხალხი უნდა შეუშვათ და ერთ-ერთი მოწინავე უნდა გახდეს სწორედ ამ მიმართულების სწავლება აღარ გჭირდება ესე რაღაცა მათემატიკის როგორ არ გჭირდება მაგრამ ხელოვნური ინტელექტი როგორც ნებისმიერი მიმართულების დამხმარე მიმართულება კი დამხმარე ხო მინიმუმ დამხმარე მიმართულება და შემდეგ ვისაც სიღრმის ამ მიმართულებით გაღრმავება უნდა რა თქმა უნდა ამაზე კონცენტრირება მე ეს ხალხი გამოვა ამ უნივერსიტეტებიდან და უკვე კარგი პროფესიონალი კადრები იქნებიან ისინი მოითხოვენ იმას რასაც კი ეს ხალხი სადმე ხო არ წავა რეალურად ეს ხალხი ამ პოლიტიკაში მოვა ან სადმე და გაიგებენ ამის ხო მათ უკვე ეცოდინებათ ამისი პლუსები და მინუსები და ისინი დაიწყებენ ფიქრს იმაზე რომ როგორ შევქმნათ ხო სამწუხაროდ აი ისევ თაობას ვაბარებთ რაღაცას რა სამწუხაროდ ეგრე მიწევს საუბარი ხო რომ მოდი მომავალმა თაობამ დაიწყოს ამაზე ფიქრი ესენი ვერაფერს ვერ აკეთებენ ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და ამათ დაიწყოთ მაგრამ ნუ არც ეგ არის ჩვენც უნდა რაც შეგვიძლია ჩვენც უნდა ვაკეთოთ მაგრამ ნუ ეგ ავთქვი რა რომ სახელმწიფო სადაც ჯერ რაღაცა პოლიტიკური საკითხები არ არის მოგვარებული და რაღაცა აი საგარეო ორიენტირიც კი არ აქვს ბოლომდე განსაზღვრული ხო ეს არ ფიქრობთ ამ ყველაფერზე რა მომავალზე ფაქტიურად არ ფიქრობთ დღევანდელ დღეზე და ჩაკარგულები ვარ წარსულში რაღაცა ნარატივებით ცხოვრებაში და ტრადიციების გამოკიდებაში და ზოგს ყველაზე დიდი პროგრესი რაც ახლა კაცობრიობას აქვს მიგვაჩნია სიბნელით ხო აი ამ ტრადიციების ზოგიერთი ყველას როგორ ვიტყოდაც ხო და ეგ არის ილონ მასკს ისა კაცო ცაში აქვს გაშვებული ინტერნეტი და ნებისმიერ სახელმწიფოში მსოფლიოს ნებისმიერ სახელმწიფოში შეიძლება სატელიტური ინტერნეტი მიიღო ამაზე აი რა ვიცი რამდენიმე ერთი ათეული წლის წინ ალბათ ვერცი ოცნებობდა ხო აი ისევ იმეებით ქონდა რა ქვია
სადენებით მიყვანა ინტერნეტის ამერე გაჩნდა Wi-Fi და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და წინ მივდივართ რა უკვე სატელიტური ინტერნეტი გვაქვს და ხო და ხვალ რა იქნება აი პროგრესი ვერც გონებითაც ფანტაზიითაც ვეღარ მივდევთ და თუ არ წავედით და არ გავყევით ცოტათი მაინც უკან არ მივდიეთ კუდში მაინც არ მივდიეთ სათავეში თუ ვერ მოვეკიცით ხო ძალიან გაბიჭირდა უკვე სახელმწიფო ძალიან გაბიჭირდა სხვათა შორის ყველა დავჩაგრავს სხვათა შორის როდესაც კიდევ ერთ თემას მინდა შევეხო აი ძალიან ახლო ამ სფეროსთან კრიტიკული ინფრასტრუქტურა ქვეყნის როდესაც იძახიან ხოლმე რომ რუსეთი ომი მეორე ფრონტი და რაღაცა ყოველთვის იმას ვიძახი ხოლმე რომ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა არის აბსოლუტურად დაუცველი ანუ წაიღან მოახსენე ეს უსაფრთხოების კონცეფცია საფრთხეების ეს შეფასების დოკუმენტი ესაც არ განახლებოდა თუ საერთოდ არ უმუშავიათ მე მგონი 2018 წლიდან ეს უსაფრთხოების კონცეფცია 2012 წლის თუ 2011 წლის დეკემბერშია საბოლოოდ და იმ შემდეგ ყირიმის ომი მოხდა და რა ვიცი უკრაინა და მთლიანად შეიცვალა სომხეთ აზერბაიჯანი ირანი და რა ვიცი რა აღარ საერთოდ სხვა სიტუაცია დღესდღეობით და ყოველთვის მაგას ვიძახი ხოლმე რომ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაცული კი არა აღწერილიც არ აქვს აი ნებისმიერ დროს შეუძლიათ რუს ჰაკერებს უბრალოდ ქვეყნის მთლიანად გააჩერონ ქვეყანას საბანკო სისტემა სარკინიგზო შედარებით დაცულია იმიტომ რომ ვიცი რომ ყავთ ძალიან ძლიერი სპეციალისტები და ცოტა ავტონომია შედარებით მაგრამ შეუძლიათ გააჩერონ ელექტროსისტემა წყალი გაზი დენი რკინიგზა სატრანსპორტო საშუალებები და ერთ დღეში ისე გავგვთიშონ და ისეთი პანიკა გამოიწვიონ ქვეყანაში რომ ომზე უარესი იყოს და ანუ არ სჭირდება დღესდღეობით რუსეთს ქვეყანა ჩვენთან ომი, როდესაც შეუძლია ძალიან მარტივად ერთი ჰაკერული ჯგუფი ეს ეხლა ბრიტანეთმა დღეს გავაზიარებ ბრიტანეთს საერთოდ დადოეს საქართველოს საფრთხეების FSB-სგან ეს APT28 და APT29 განსაკუთრებულად უძლიერეს ჰაკერული ჯგუფები, რომლებიც ამერიკაში იყვნენ ჩარეულები, მარტივად შეუძლია კი საქართველოში წერეოდნენ სანამ რაღაც წინააღმდეგობას ხედავდნენ და ეხლა ხედავთ რომ აღარ ჭირდებათ ეს ჩარევები ისედაც მარტივად აქვს საქმე. ამიტომ აი მაგაზეც მინდა მაგ შიშებზეც რომ თქვა სანამ მაგას იტყვი ასევე იმ დღეს მუშაობდი ერთ თემაზე რომ მაგალითად თუ არის შესაძლებელი აი როდესაც ადამიანებს იტაცებენ ხოლმე საოკუპაციო ხაზიდან თუ არის მეთქი სისტემები, როდესაც პროგნოზირების საშუალება გექნება ადამიანს და თუ არის შესაძლებელი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით და არსებობს ანუ დაგითulis იქ ამინც საოკუპაციო ხაზთან თუ ახლოს არის ადამიანი ან პოლიტიკური განცხადებები რა იყო იმ პერიოდში სიტყვაზე საქართველოს პოლიტიკური ინსტაბილიზმენტში ან რუსეთში რას მოყვა როგორ მოყვა და მე შედარებებს გიკეთებს ამ გატაცებული ადამიანების შედარებებს და შენ შეიძლება რაღაცა პროგნოზის საშუალება გქონდეს იმის რომ თუ ეს იდენტურია გატაცებები ან რაღაც დროში ემთხვევა ან რაღაც გარემოება ანალიტიკა ემთხვევა კი არსებობს ეს ანალიტიკური სისტემები და ჩვენ ნუ ამასაც ფაქტია არ ვიყენებთ მე აი ეს შიშების გაქარწყლების მიმართულებით მინდოდა რომ მე თქვა გაგევლო ეს თემა ზოგადად შენი ხედვა როგორია აი ამ ომთან დაკავშირებით რომ მეორე ფრონტი რაღაცა მაშინ როცა კრიტიკული ინფრასტრუქტურის პატარა დარღვევით შეუძლიათ რომ სრულ სტაგნაცია გამოიწვიონ ქვეყნის ხო არა ხო ეგ ხშირად თავს მოხეულია ეგრეთ წოდებული შიშები საზოგადოებისთვის და იცი რა ადამიანებმა რაც განიცადეს იმის ყველაზე მეტად ეშინიათ ეგ არის სამწუხაროდ რომ ერთხელ არა რამდენჯერმე იყო ამ ქვეყანაში ომი და ბევრის კისერზე გადაიარა და ძალიან ადვილია რა რაღაცა სულ ნარატივების დანერგვა და თქვა იმისა რომ აი ერთხელ გვეომნენ და თუ ჩვენ არ მოიქცევით კარგად და სწორად კიდევ დაგვიწყებენ ომს ან სხვები ჩავვითრევენ ამ ომში და ასე შემდეგ და ასე აღარ მინდა ნარატივების გავრცელება მაგრამ რასაც ვერ ვხედავთ
იქ თითქოს ვერ გძნობ საფრთხეს. ხო და სწორედ ეგ არის რა, ეხლა ჩვენ რო ჰიბრიდულ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ციფრულ მოწყვლადობაზე, ხო, სადა გვაქვს დაუცველი სისტემები, ამას ადამიანი ვერ ხედავს. და შესაბამისად ამას არ აღიქვავს როგორც შიშს. ფსიქოლოგიური ოპერაციები, რაც აი ყოველდღიურად მოდის იქიდან. ეს ჩვენ დავინახეთ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს პირველივე დღეებში კარგად მახსოვს, როდესაც აი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების რაღაცა მართულ საიტებზე შედიოდი და ეს საიტები იყო დაჰაკული. ასე ვთქვათ, სხვების დოს შეტევების მსხვერპლი იყო და სააკაშვილის რაღაცა გამოფენილი იყო რაღაცები და ისეთი უწმაწური რაღაცა ბანერები იყო განთავსებული საქართველოს სახელმწიფო საიტებზე. ხო და აი იქ მივხვდი რომ როგორი მოწყვლადია ჩვენი ციფრული ასე ვთქვათ უსაფრთხოება და ხო, რასაც ადამიანი ვერ ხედავს, თითქოს ნაკლებად ეშინია, მაგრამ ამას უნდა გრძნობდეთ ის ადამიანები, ვინც ვიცით ეს მიმართულება, რომ არანაკლებ დამანგრეველი შეიძლება იყოს ვიდრე ფიზიკური ომი, ვიდრე ბომბებით ომი, სწორედ ჰიბრიდული ომი. სწორედ აი ამ პროპაგანდით წარმოებული ომი, იმიტომ რომ ფიზიკური ომი ადამიანს ეხება, კლავს, ასახიჩრებს, ჭრის, სახალხარის გარეშე ტოვებს, მაგრამ ჰიბრიდულმა ომმა შეიძლება 10ჯერ და 100ჯერ მეტი ზიანი მოუტანოს მთლიანად, ხო, სახელმწიფოს. ხო, გულისხმობ იმას, რომ აი ეს მენტალური პრობლემები როგორ ილექება ადამიანის ტვინში და ამას ფიზიკური ომიდან გამოდიხარ რა, რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ და რაღაც ახლი ნოლიდან იწყებს ცხოვრებას და ქმნია ახალ საცხოვრის და ასე შემდეგ, მაგრამ აი მენტალური პრობლემა, აი სულ ვახსენებთ ხომ 70 წლიანი პრობლემა, ხო, აი ხომ მენტალურია დღესაც ჩანს ეს ჩვენ საზოგადოების აზროვნებაში, ხო? მან თაობებს კარგავ საერთოდ. ისე კარგავ, რომ აი არანაირი პროგრესი აღარ გაქვს რა, რაღაცა მიიტვი იზოლაციისკენ, სხვა ყველა შენი ტერიტორია, აი ამ პროგრესს ვეძახით რაღაც ბნელეთის და იმის მოგონილს და ცხოვრობთ აი ესეთ იმაში რა და ეს მე თაობიდან თაობას გადაეცემ და ძალიან რთული იქნება მე აი ამ ყველაფრიდან თავის დაღწევა. შესაბამისად ეგ არის რა, ყველაფრის გასაღები არის განათლებაში, იმიტომ ვთქვი რომ ნუ მინიმუმ უნივერსიტეტების სკოლის დონიდან, უნივერსიტეტების დონიდან უნდა დაიწყოს განათლება საზოგადოებაში. თუ განათლებული საზოგადოება არის, იქ შიშები ნაკლებია. იმიტომ რომ განათლებული ადამიანი ამოწმებს ინფორმაციას ბოლოს და ბოლოს, რომელსაც მას არის ლანგარზე დადებული ინფორმაციას დახრეჭილი ინფორმაციას მოგიტანა. შესაჭმელად არის ძალიან ადვილი. მისაღებად არის ძალიან ადვილი და არ ჭირდება კრიტიკული აზროვნება და რაღაც გადამოწმება თითქოს. და ყლაპავთ რა ნახევარ სიმართლეს, აი ნახევარ სიმართლეს ყლაპავთ ამ საკვებს და ისე ვიწამლავთ ჩვენს მენტალობას პირველ რიგში, რომ ძალიან ცუდი შედეგები და სამუდამოდ შეიძლება მოწამლულები დავრჩეთ და განათლებული ადამიანი რას აკეთებს, ხო? მოვიდა რაღაცა ვიდეო და შეხვდა იმაში Facebook-ში. იმ წუთში იწყებს ზემნას რა და გადამოწმებს, ეს არის ხელოვნური ინტელექტით შექმნილი რაღაცა ფეიკი, თუ ეს არის რეალური ვიდეო, რეალური ადამიანები და ასე შემდეგ, ხო? ვიდრე ამას არ ვისწავლით, თუნდაც ამ ეპოქაში, რომელიც დიდი სიკეთეები შეუძლია მოიტანოს ამ დიდლაინობრივმა მოდელმა, ხელოვნურმა ინტელექტმა, ასევე შეიძლება ძალიან ცუდად გამოიყენოს ის არადემოკრატიულმა რეჟიმებმა, ხო? და იყენებენ კიდევაც. შესაბამისად, ეგ არის კრიტიკული აზროვნება, განათლება, რომელიც ადამიანს არჩევანის საშუალებას მისცემს რა, რომ მიიღოს ეს საკვები, ამ შემთხვევაში მაქვს პროპაგანდისტული საკვები, გნებავთ ანტიპროპაგანდისტული საკვები, თუ არ მიიღოს, განაგდოს, არ მოიწამლოს ტვინი და დარჩეს მოქალაქე. აი სხვათა შორის 2008 წელი რაც ახსენე დასრულისკენ მივდივარ და მინდა ვთქვა, რომ პირველი კიბერომი იყო ისტორიაში და ვერავიღეთ ეს გაკვეთილები. მეორე აი ეგ დაჰაკული საიტები გააკეთეს სწორედ კრიმინალმა ჰაკერებმა, რომელიც იყო FSB-ს ისტორიაში, პირველი შემთხვევა, როდესაც FSB-მ და გერეუ მაშინ ნაკლებად იყო ჩარეული, FSB-მ წამოკრიფა, ვინც კი რუსეთში კრიმინალი ჰაკერები იყვნენ. 2006-ში თუ 7-ში მიდიოდა ეს პროცესი და 2008 წლისთვის ყველა გამოუშვეს და ჩართეს საქართველოს წინააღმდეგ ომში. იმის შემდეგ ყველა დაიქვემდებარეს. მაგრამ აი ეს იყო რაღაცა ისეთი ისტორიული მოვლენა,
ჩვენთვისაც აი ესტონეთმა ძალიან კარგი მაგალითი გამოიტანა ამის გაკვეთილი მიიღო და დღეს ვხედავთ ესტონეთს რამხელა სტარტაპ ეკოსისტემა აქვს და როგორ არიან ტექნოლოგიებში. ხო არა, ძალიან ევროკავშირის გადართულია ხო ამ დაცვის სისტემებზე. კი და ჩვენ რომელსაც ფაქტურად პირველი კიბერომი დაგვატყდა თავს და რომელიც ხო და ეს აი გათქვი და ის ვერ დავინახეთ მაშინ. ჩვენ ვერ დავინახეთ ბომბები, ტანკები და რომელსაც სოფლიოში პრეცედენტი არ აქვს რა პირველი კიბერომი, პირველი კრიმინალი ჰაკერები, FSB-ს დაქვემდებარებული ჰაკერული ჯგუფები და არა მარტო ეს, რა ვიცი, ბევრი მიმართულებით, აქედან შეგვიძლია კარგი მაგალითი გამოგვეტანა და დღეს სხვა თავდაცვის სისტემები გქონოდა როგორც ჰიბრიდული, ისე ფიზიკური მიმართულებით, მაგრამ ფაქტია რომ ვერ გამოგვაქვს დღემდე ეს ყველაფერი. მადლობა გოგა, ძალიან საინტერესო საუბარი იყო, ძალიან საინტერესო ინტერაქცია განსაკუთრებით ამ მიმართულებით, იმიტომ რომ რაღაც თითქოს ჩარჩოებიდანაც გავედით, მაგრამ ისეთ პრობლემატიკურ საკითხებს შევეხეთ, რაც დღესდღეობით მართლა გვიდგას ჩვენ საქართველოს. თქვენ შეგახსენებთ, რომ ეს იყო გადაცემა ალგორითმი, მომავალ შეხვედრამდე.